მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იქნება თელავში, განსხვავება იმისგან, რა ფარსის ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ის არის, რომ დღეს თელავში ისევე როგორც 27 მაისთან მოყოლებული საქართველოს ძალიან ბევრ რეგიონში და კიდევ არჩევნებამდე რამოდენიმე ესეთი აქცია გველოდება ჩვენ. ეს იქნება თავისუფალი ადამიანების ზეიმ, ეს იქნება ძალიან ბევრი მომღიმარე, იმედიანი, ოპტიმიზმით სავსე სახე, რომელიც მოწადინებულია ცვლილებისთვის იმისათვის, რომ უკეთესი ცხოვრება დაიწყოს საქართველოში. მაგაგებოდი რო არ არის. ვინდა გონი ხედავთ რამდენი ხალხია საგარეჯოში. მე აქ დაბადებული ვიკითხოთ არა, აქ გაზრდილი ადამიანი ვარ. თითქმის უყოლას ავსნობ და ამდენი კახელი ერთად საგარეჯოში შეგრებილი ნამდვილად არ მინახია რა. ძველი დროც მინახია ადრე ცენიჩი რო იყვნენ ვითომ ნაცები და მიშკა სააკაშვილი დღეს უკვე კახეთში შეიცვალა მთლიანობაში სიტუაცია, რომ იტყვიან რომ საგარეჯომ იტყვის თავისი თქმას 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის და დღევანდელ დღეს აქციას რაც შეეხება თელავში, ჩემი აზრით იქნება ყველაზე განსაკუთრებული, იმიტომ რომ ხალხი მოდობებულია თქვენად ყოფთ რომ წავიყვანეთ თავისი სურვილით, არავის არ ვეუბნებით რომ წამობრძანდით და რაღაც ძალით და ყველანი თავისი სურვილით აპირებენ ჩამოსვლას და თავისი სურვილით და რა თქმა უნდა თავისი სახსრები და თავისი მინდა მანქანა იყოს თქვენ გვერდში ვიყოთ და იწვევენ მაიკებს, ამდენი ქართული ოცნების მაიკებიც არასდროს არ აწმულა საგარეჯოში და არასდროს არ ყოფილა და ძალიან დიდი შემართებით არიან დღევანდელ დღეს კახელები. იმაზე უფრო მაგარი აქცია გამოვა ვიდრე გვეუბნება.